მოგესალმებით ყველას, ინდური ქუჩის ხინკალი არის თქვენთან და დღევანდელი ვიდეო შეეხება ერთ-ერთ პოპულარულ ვიდეოს, რომელიც ძალიან გავრცელდა სოციალურ ქსელში და მოგეთხოვა ლაპარაკობს ამაზე და ცოტა ვაცადე, რომ ჩაძინებულიყო ეს ვიდეო და მე კიდე დამთაგეს და მითხრეს, რომ ბარემ გააკეთე ამაზე რეაქციაო და მინდა რომ ამაზე ვისაუბრო, მაგრამ შევეხები უფრო ორ თემას რა. ერთი იქნება ეს და მეორე იქნება კიდე იგივე თემა ფაქტიურად რაც შეეხება ბრიტანეთს, რაც შეეხება საფრანგეთს და ირლანდიასაც უკვე და ასე შემდეგ. იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის და კიდე ახალ-ახალი აპდეიტები მოდის, რაც შეეხება მაგ თემებს, რატომაც არა ბარემ მაგაზეც კიდე ვილაპარაკებ. ესე იგი, ამ ვიდეოში ცოტა რომ შეგამზადოთ წინასწარ და ბევრი დრო არ დაგაგარგინოთ, მიუხედავად იმისა, რომ მეც ახლა გამოცდა მაქვს რაღაცა 1 საათში და უნდა გავიქცე უცებ და ამ ვიდეოსაც კიდე მალე ვწერ, მაგრამ ეგ არაფერი. ხო და რა ხდება ახლა ამ ვიდეოში? მოკლედ, ვოლტიდან როგორც გავიგე, მოვიდა ვიღაც ერთი ინდუელი გოგო, რომელმაც მოიტანა ხინკალი, მაგრამ ისე მოიტანა ხინკალი, რომ არის აი ანჯღრეული და არ ვარ გაარარფად. მე რა თქმა უნდა, ამაზე გამოვიდა კიდე სხვა ქართველები და დაიწყეს რაღაცა ამერიკანიც ბლეათ ეგეთი ინგლისური ლაპარაკები და დაიწყეს მართლება, რომ აი თუ შენ ახლა ეს ინდუელი გოგო ხარ, ძალიან დიდი ბოდიშიო, მთელი ქართველების მხრიდან ჩვენ ბოდის გიხდით შენ და ასე შემდეგ. ანუ ვისაც არ აქვს ბოდიში მოსახდელი, იმისგანაც კიდე ბოდის უხდიან ეს ქართველი ვიღაცა გოგოები, ვინც ინგლისურად ელაპარაკებიან, მithom ამ გოგოს და ეგრე რატო იქცევით, არ ვიცი, რომ აი მთელი ერის სახელით რომ ბოდის უხდით. ეხლა წარმოიდგინე ვიღაცა უცხოელმა ცუდი რაღაცა რომ გააკეთოს და ორი გოგო გამოვიდა, ვინც არ ფიქრობს იმას, რომ მაგ ვიღაცამ გააკეთა ცუდი, ხო და ეს ორი გოგო რომ მთელი ერით უხდის ბოდიშს. აი რა სისულელია რატო შევით ამას არ ვიცი. მოდი ბარემ ვიდეო ვნახოთ და ძალიან ვარ გავწელო, გავიგოთ აქ რა ხდება. მე ამ ვიდეოს ვერ უყურე, ისე შემხვდა, მაგრამ პროსტა ესეთ რაღაცეებზე არ მიშვებს რა გული და ვერ ვუყურებ ბოლომდე მსგავს რაღაცებს. რაღაც რამდენიმე წამი ვნახე და მე რო დავინახე ამ გოგოს სახე, ეგრევე ავსკროლი და გავანები თავი. ვოლტის სამსახური რო ხარ? აი ამას ვარ საქმე თქვენ სამსახურში ვოლტი ესე რომ მოგიტანს ხინკალს აი ეს აზელის და ათქვეფის როგორ უნდა წამო მითხარით თქვენ ახლა ეს აი მე რო შემეძლო მთავრობაში ვიყო აი პირდაპირ ციხეში გაგაჯმევინებდი პირველი რასიზმის გამო მეორე უცხოელის სტუმრის უპატივცემლობის გამო და მესამე ადამიანის წნეხის ქვეშ მოქცევის გამო არ ვიცი მოკლედ ახლა ცუდად არ მინდა რომ გავამივიდეს და ვცდილობ რომ რაც შეიძლება რბილად მივუდგე ამ საკითხს მაგრამ ცოტა ესეთი რაღაც ქალური ტიპები ან თუნდაც ზოგადად ქალები რატომღაც ყველაფერს უყურებენ ძალიან აი არ რადიკალურად ესე რომ ვთქვათ რა არა წესით არ არიან ეგეთები რომ რადიკალურად უყურებენ ყველაფერს მაგრამ მაინც რაღაცნაირად აი გამოდის რომ ესე აკეთებენ ხო და ესე ყველაფერს რო ეძახით რასიზმს და ესე ყველაფერს რო იმას აბრალებთ რომ აი ეს ისეთი არის ის ისეთი არის მე ხდება ის რომ ხალხი ვეღარ იღებს უკვე ხმას ამას წინ კიდე ვიდეო რო გავაკეთე რუსებზე ვილაპარაკე ეგეთი რაღაცა რომ მეთქი რუსები აქ არ ჩამოდიან და არაფრიალებენ საკუთარ დროშას იქიდან გამომდინარე რომ ან თუნდაც მიუხედავად იმისა რომ მაგათ აქვთ ომი უკრაინასთან იმიტომ რომ იციან რომ მაგ დროშას გადაატეხავენ თავზე ქართველები და არ აქვთ არანაირ უფლება და მაგას ხვდებიან მაგრამ ეს ინდუელები და ვიღაცები რო ჩამოდიან აქ და აფრიალებენ რაღაცა დროშებს თუნდაც ან თუნდაც რა ვიცი პალესტინის დროშებს ან რომ მოდიან აქ სამსახურში და რაღაცებს აკეთებენ ანუ მაგას ვერ ეწინააღმდეგებიან და ვერაფერს ვერ უკეთებენ იმიტომ რომ აუ რასისტი ვიქნებით ახლა ჩვენ ხო და რა შეეხება ახლა კიდე ზოგადად ბრიტანეთის მაგალითს იგივე საკეთებენ იქაც ესეთი რაღაცა გენგი არის რომელსაც ქვია grooming gangs და ბრიტანეთში დადიან ეს პაკისტანელები ინდუელები არაბები და აუპატიურებენ პატარა ბავშვებს რაც რაღაცა თინეიჯერებს და კიდე უფრო დაბალი ასაკის ბავშვებსაც და ეს მთავრობა და კიდე სოციალური ქსელები ვერ აღნიშნავენ მაგათ როგორც პაკისტანელები და ვერ აღნიშნავენ ისე როგორც ინდუელები ან თუნდაც არაბები იმიტომ რომ ეშინიათ რომ მე ვიღაცა მაგას დაუძახებს რასისტს და მაგიდან გამომდინარე ცვლიან სახელს და იმის მაგივრად რომ დაუძახოთ პაკისტანელები მაგ ადამიანებს ესენი ეძახიან აზიელებს ან პროსტა მოიხსენიებენ ისე როგორც grooming gangs ან კიდე იმას ეძახიან რომ აუ ბრიტანელები არიანო კაცო ეგენი ვინც აუპატიურებსო მაგ ბავშვებსო და არა ეგ პაკისტანელებიო და კიდე ვიღაცა არაბებიო რომ ჩამოდიან აქო მაგრამ მე კიდე გამოქვეყნდა მაგასთან დაკავშირებით სტადი ესე რომ თქვათ ანუ გამოიკვლიე ეს ვინ რას აკეთებდა და რამდენი იყო და მიუხედავად იმისა რომ ერთ პატარა ქუჩაში იყო 4% პაკისტანელებისა 70% გაუპატიურებებს აკეთებდნენ პაკისტანელები. მიუხედავად იმისა, რომ 4% იყო ეგენი. და მაინც იმას იძახიან, რომ ესენი აზიელები არიანო რა და ესენი კიდე ბრიტანელები არიანო. ხო, აი ბრიტანელები აუპატიურებენ თავიანთ მოქალაქეებს და თავიანთ მეზობლებს კიდე. ხო და კიდე გეუბნებით იმის გამო, რომ არ უნდა ბრიტანეთის სოციალურ ქსელებს რომ აღნიშნული იყვნენ ის როგორც რასისტები,
მაგაზე ხმას ვერ იღებენ და შესაბამისად რჩება ისე რომ აუპატიურებენ ბავშვებს, მერე ეს ბავშვები პოლიციას ურეკავენ, პოლიცია არაფერს არ აკეთებს, იმიტომ რომ ეშინიათ რომ რასისტებს დაუძახებენ და ეგ პრობლემა გრძელდება და უკვე გრძელდება რამდენი ხანი არის. ხო და როდის უნდა მოეშოთ იმას რომ ვინც რამე ფაქტს აღნიშნავს, ყველას რასისტი დაუძახოთ, არ ვიცი. ასევე დავამატებ, იმიტომ რომ ბევრი ქართველი გამოვა კომენტარებში და ეტყვიან ეგეთ რაღაცეებს, რომ actually ქართველებიც არიან ესეთები, ვინც ძალადობს და აუპატიურებს ვიღაცეებს. ხო და ვინ თქვა მერე რომ ქართველების გაკეთებული კარგი არის და უცხოელების გაკეთებული ცუდი არის, თუ არის ორივე დამნაშავე, ერთი ციხეში ჩასვით, ვინც არის ქართველი და მეორე გააძევით აქედან ან ეგეც ციხეში ჩასვით. არავინ არ ამართლებს არაფერს, პროსტა საქმე ისაა რომ თუ ქართველებიც არიან ეგეთები, კიდე უცხოელებს ატო ამატებ მაგათ, ანუ ვერ ვხვდები პროსტა და როგორ ამართლებთ მაგას და რა არგუმენტები მოგაქვთ, რომ აი ქართველებიც არიან ეგეთები, ქართველები ჩადიან იგერ, ქართველებიც მოდიან აქეთ, ქართველებიც ეს, ქართველებიც ის. ანუ ქართველები რო აკეთებენ რაღაცას, ჩვენ რო 3 მილიონი ვართ და ისინი არიან მილიარდ ნახევარი, ესე იგი ჩვენ 3 მილიონი უნდა შევადაროთ იმას და გავაკეთოთ ისე რომ იმეთი გაკეთებული ცუდი ყველაფერი კარგი არის, იმიტომ რომ ქართველებიც რაღაცას შვებიან. თუ ანუ რა არგუმენტები მოგაქვთ ვერ ხვდები მანდ. კიდე გეუბნებით, არავინ არ ამართლებს ქართველ მოძალადეებს. უბრალოდ ნუ გაქვთ ეგეთი უაზრო დამოკიდებულება, რომ აი ქართველები შვებიან და მერე ვითომ რაა რომ ისინი საუპატიურებენ, ანუ ვერ ვწდები ლოგიკას და ვერც არგუმენტს. მოკლედ რო აღვნიშნო ახლა რა შეეხება ამ ვიდეოს. მოკლედ რა თქმა უნდა, რაც გააკეთა ამ კაცმა არც ის სტორი იყო, რაც გააკეთა კიდე იმ გოგომ არც ის სტორი იყო, მაგრამ ჩემი აზრით დამნაშავე აქ დიდად არც ერთი არ არის, იმიტომ რომ როცა სამსახურში იწყებ, ხო არის იქ რაღაცა დღეები, როდესაც აი გადიხარ თუნდაც მაგ დღეებს და როცა გავილი მაგ დღეს, მაგალითად ეხა მე რომ მუშაობდი, უნდა გავსულიყავის რაღაცა ერთი კვირა სწავლას და ერთი კვირის მერე ან ორი კვირის მერე, როცა უკვე მეცოდინებოდა ის რა უნდა გავაკეთო, მაგალითად მაღაზიაში, როცა არ ვიცოდი რაღაცის აწონვა ან რაღაცებზე კოდის წაკითხვა, სწავლობდი რა მაგას, ერთი კვირა, ორი კვირა და მერე მიმიღეს უკვე სამსახურში ოფიციალურად. ხო და ეგრე ხო უნდა ყოფილიყო ეხა მაგ ინდუელ გოგოზე რა, ხო უნდა ესწავლა ის რომ ხინკალზე არ შეიძლება რომ ეგრე ატარო. ან თუნდაც რავი, შაურმა რო არის და ნახევრად ჩაკვიჩო. ხო უნდა იცოდეს ის რომ ეს არის ვიღაცა კაცისთვის ან ვიღაცა ქალისთვის ან თუნდაც ბავშვისთვის, რაც უნდა მიიტანო მთელი და არა ნახევრად შეჭმული. ან თუნდაც კოკაკოლა არ უნდა დალიო ნახევრად და არ უნდა ჩააფურთხო შიგნით. ხო უნდა ხვდებოდეს ამას და ეგ ხო უნდა იყოს, ანუ ნასწავლი გლობოს მიერ, ან რომელი კომპანიაც არ უნდა იყოს, ეხა არ ვიცი, იმიტომ რომ ეგ ფაქტია რომ არ აწერა არაფერი. ხო და მე უფრო მგონია რომ ეგ არის მაგათი ბრალია, რომ მაგ კომპანიების ბრალი რომ არასწავლიან და არაგებიებენ ამ ადამიანებს იმას თუ როგორ რა უნდა გააკეთონ და მერე ისაა რომ ჯოხი წყდება ამაცე. ამის გარდა კიდე რაც ვილაპარაკე მე ცოტა ესეთი რაღაცა ქალურ ტიპებზე ან თუნდაც ქალებზე ზოგადად ესე იგი, მაგ ადამიანებზე ძალიან მოქმედებენ ემოციურად ეს პოლიტიკოსებიც, ეს ბევრი ადამიანი რა. აი მხოლოდ იმითი, რომ აი ეს ბავშვი არის, ეს გოგო არის, ეს ისა, ეს სუსტი არის, ეს ის არის. ხო და მაგის დახმარებით, რაც დაკეთებენ არის ის, რომ манипуляციას ახდენენ შენზე და შეიძლება შენ რაღაცას არ ემხრობოდე, შეიძლება შენ რაღაცაზე იყო ძალიან წინააღმდეგი, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ვიღაცა გტენის იმას, რომ აგერ ბავშვები არიან, ეგერ ისინი არიან, ეგერ ესენი არიან, მერე გინდა აგინა შენც იჯერებ მაგას. მაგალითად ერთი მეგობარი მყავდა, რომელიც აი საერთოდ არ ემხრობოდა არცეთ ომს და იძახობდა იმას, რომ აი მე ამის მხარეს კი არა ვარ, მე იმის მხარესა ვარ. არ მინდა ახლა აღნიშნა რომელის მხარეს იყო და მოდი ეგრე ვთქვათ, რომ აი მე A-ს უჭერ მხარს და არა B-ს უჭერ მხარს. მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ B-ზე დაიწყო სოციალურმა ქსელებმა გავრცელება იმისი, რომ აი ბავშვებს ხოცავენ აქ, ბავშვები ხოცებიან იქ, ბავშვები და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ გადავიდა უკვე ის B-ს მხარეზე და A დაიკიდა მიუხედავად იმისა, რომ A იყო ზოგადად კარგი სოფლიოსთვის. და საქმე ისაა, რომ აქ მარტო ის კი არა, რომ აი თუნდაც სოციალური ქსელები არიან ესეთები, ვინც ყალბ ინფორმაციას ამბობს ან ეგრე манипуლირებენ ხალხზე. ასევე B-ს ქვეყანაში თავად ეს B-ს მოქალაქეებიც კი манипуლირებენ ხალხზე და სოციალურ ქსელებზე იმის დახმარებით, რომ ბავშვებს ტენიან ომში. აი წარმოიდგინე ესეთი მაგალითი, ხა შენ ან თუნდაც B რო ავიღოთ ქვეყანა და ვიღაცა მამა ადგა და ამ მამამ საკუთარი შვილი გაგზავნა თუნდაც ჯარისკაცებთან. ანუ A-ს ჯარისკაცებთან. და მე გადავიღო ვიდეო და დაელოდა იმას, ეხა ესენი ჩემ შვილს მოკლავენ, ესვრიან, გალახავენ თუ რასიზამენ. მაგრამ რაც არ უნდა უხრან, აგერ ვიდეოს მე მაინც ვიღებ და თუ ძალიან ცუც უზამენ ან თუ მოკლავენ, მე ამ ვიდეოს ავიღებ და დავდებ სოციალურ ქსელში, რომ დავანახო ხალხს, რომ A არის ძალიან ცუდი და B-ს შვილებს კლავენ. იმედია მივხვდი ახლა რასაც გულისხმობ, რა ანუ ეგრე манипуლირებენ თქვენზე. თან საკუთარ შვილებს წირავენ, ანუ იმისთვის, რომ რაღაცა პოლიტიკური მესიჯი დაამყარონ ან დაამკვიდრონ, საკუთარ შვილს წირავენ.
და იგივეს აკეთებენ აი ამ გოგუებით ეხლა და ამ პატარა ბავშვებით. ანუ ნუ უყურებთ იმას, რომ აქ ვიღაცა გოგუ არის გამოჩენილი, ნუ უყურებთ იმას, რომ აი გოგუ არის შეშინებული, ან ნუ უყურებთ იმას, რომ ეგრე ბავშვის რაღაცა მოვიდა. Просто შეხედეთ ფაქტებს და ეცადეთ რომ ლოგიკურად მიუდგეთ მაგ რაღაცა ფაქტს. რა მნიშვნელობა აქვს ახლა გოგო იქნებოდა, ანუ კაცი რო ყოფილი იყო და კაც არ შეშინებოდა ამ ვიღაცა ქართველებს ვინც უღებს ამას, ესე იგი მაშინ პრობლემა არ იქნებოდა და უნდა გაკვეტარებინა და ერთი მაგ კაცის დედაც, იმიტომ რომ ცუდად მოიტანა ეგ საჭმელი თუ ანუ რა ლოგიკით მჯერობ თქვენ მანდ? რა მნიშვნელობა აქვს ვინ იყო ქალი თუ კაცი? კიდე გეუბნებით მე არავის არ მოუწოდებ იმას რომ ვიღაცის მიმართ აი ინდივიდუალი ესე აღმოაჩინოთ რაღაცა ან დაენახოთ და ისცემოთ ან რაღაცა უქნათ იმას. ეგ არ არის სწორი. ძალიან გთხოვთ ეგეთი რაღაც არ უნდა გააკეთოთ რომ ვიღაცა ამოიჩემოთ და უცხოელი რო არის მაგის გამო რაღაც ცუდი გავაკეთოთ იმას. ეხლა თუ რა თქმა უნდა ვიღაცა ბავშვს არ მისდევდა გასაუპატიურებლად და თუნდაც რაღაცა მსგავსის ან თუ მოსაკლავად არ მისდევდა ქართველს, მაშინ არაფერი არ უქნათ ისეთ ყვილა უბრალოდ ვიღაცა ადამიანს. შეიძლება ცუდი ტიპია ვაფშე არც არის, შეიძლება კარგი ადამიანია, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ესე რევს რასას და რევს კულტურას, არც ცდილობს რომ ცუდი იყოს, მაგრამ ცუდი უბრალოდ არის, იმიტომ რომ რევს კულტურას და კიდე რასასაც. მოკლედ, ეხლა კიდე რაც შეეხება რომ ვილაპარაკოთ ჩვენ იმაზე თუ რა ხდება ზოგადად ინგლისში. ბარემ კიდე დავუმატებ ხა ბავშვებზე რაც ვილაპარაკე, მოკლედ როგორც უკვე აღნიშნე, ბავშვები ძალიან მანიპულირებენ ეს პოლიტიკოსები და ეს სოციალური ქსელები და ასე შემდეგ და ზოგადად ხალხიც რა. და ეხლა წარმოვიდგინე ესეთი რაღაცა, რატომ უნდა იყოს იმ ბავშვზე გაბრაზებული ან თუნდაც იმ ბავშვით მანიპულირებული, რომელი ბავშვით იზრდება ძალიან ცუდ სიტუაციაში. წარმოვიდგინე ხა ერთი ბავშვი არის და იზრდება ესეთ ტერორისტულ ოჯახში. და მერე მაგ ტერორისტულ ოჯახს ვიღაცა დაბომბავს თუნდაც. და იქ ერთი ბავშვი ვინც იზრდება, მაგას მოკვდება რა ეგ ბავშვიც. და შესაბამისად მერე ადგება ეს სოციალური ქსელები და დაიწყებენ იმას, რომ აი ეს კონკრეტული ხალხი ბავშვებს ხოცავს. გასაგები არის და ცუდია რომ ბავშვები მოკლეს, მაგრამ საქმე ისაა რომ როცა ადამიანი ტერორისტულ ოჯახში იზრდება, თქვენ რა გონიათ ეხლა როგორ გაიზრდება ეგ ბავშვი? გაიზრდება კიდევ უფრო უარესი ტერორისტი. ხო და არ მინდა ეხლა ძალიან ცუდად გამოვიდეს მართლა, მაგრამ იმედია რომ ლოგიკას თქვენ ხვდებით, რომ ბავშვებით მანიპულირება არც ისე არ ვიცი, კარგი არის რა, ანუ ხალხი უბრალოდ ვერ ხვდება მაგას და ემოციურად რომ მოქმედებენ მაგ ხალხს და მერე მაგიდან გამომდინარე, ვაიმე ბავშვი, ვაიმე გოგო, ვაიმე ქალი, ვაიმე ეს, ვაიმე ის. ანუ ნუ ფიქრობთ ეგრე, მკვლელების გაზრდილ ოჯახში ბავშვი იქნება კიდევ უფრო მკვლელი. ხო და არ ვიცი, მოკლედ რო გადავიდეთ ახლა უცებ ჩვენ ვიდეოზე რაც შეეხება ბრიტანეთის სიტუაციას და რაც არ მინდა რომ გამეორდეს მე საქართველოში, მაგრამ დიდი ვარაუდით გამეორდება, რაც ძალიან სამწუხარო არის, მაგრამ რასიზმ. მოკლედ, თავიდან უკვე აღიხსენეთ ის, რომ მეთქი პატარა ქალაქებში ცხოვრობენ ძალიან დიდი რაოდენობით ეს პაკისტანელები და ინდუელები თქო და პლუს კიდე არაბებიც და აუპატიურებენ ვიღაცა ბავშვებს და მერე კიდე პოლიცია ვერ ეშვება ვერაფერს მაგასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არ უნდათ რომ რასისტები გამოჩნდნენ. იგივე არის ქართველებიც ახლა, არ უნდათ რომ რაღაცა ცუდი თქვან ინდუელებზე, იმიტომ რომ ეგრევე, ეს რასისტი არის, ის რასისტი არის, ეს არის, ის არის. და მერე ისაა რომ, როდესაც სოციალური ქსელები ესე გაგაშავებს ფაქტიურად, მერე ვერ მიხვალ ვერსად, ანუ კარგი სახელით ვერ მიხვალ ვერსად, იმიტომ რომ იქნები ცნობილი როგორც აი ეს რასისტი არის. შესაბამისად, ეხლა ეს რასისტი რო არის, ჩვენი კომპანიისთვის მოიტანს ცუდ სახელს. და შესაბამისად, არავინ ხარს არ გიჭერს, ყველას ფეხებზე კიდიხარ. და ვერ გილაპარაკი ესე იგი რეალობაზე და გამოსვლან ეს ხალხი და უქნიათ ის რაც უნდათ, ეს ცუდი რაღაც საქციელები. ამის გარდა კიდე, რასაც აკეთებს ბრიტანეთის მთავრობა არის ის, რომ მოყავს ეს უცხოელები, ინდუელები, პაკისტანელები და ეს არაბები საკუთარ ქვეყანაში და ხალხის გადასახადებით აფინანსებენ მაგათ. ეხლა წარმოვიდგინე მე ან შენ ან კიდე ვიღაცა ხო იხდის გადასახადებს რაც შეეხება წყალს, დენს და ასე შემდეგ. და ეხლა რო აიღონ ჩემი გადახდილი თანხიდან, გაზი რო გადავიხადე, ნახევარი აიღონ და დააფინანსონ მაგ ნახევრით ეს ინდუელები და პაკისტანელები ვინც არიან ჩამოსული ჩემ ქვეყანაში. და კიდე კარგს არ აკეთებენ არაფერს, ეხმარებოდნენ მაინც ქვეყანას, არ ეხმარებიან, პროსტა ზიან სახლში კომფორტულად, როცა უნდა გამოვლიან, ბავშვებს გაეკიდებიან და ჩემი ფულით მაგათ აფინანსებენ. უფასოდ. არაფერს არ აკეთებენ საერთოდ. იგივე საკეთებს ბრიტანეთის მთავრობაც და შესაბამისად არიან ძალიან გაბრაზებულები ეს ბრიტანელები, რომ მე ვმუშაობ აგერ, ვიხდი გადასახადებს და თქვენ ჩემი გადასახადებით აფინანსებთ ან ვიღაცების ომს, ან კიდე აგერ ვიღაცა არაბებს. Every day we piss away billions of pounds of public money on grifters and scroungers who don't deserve it. Yeah. Why should English people pay for you to have a house? Maybe they give me house, they give me
anything I can need there, give me. Just give it. Yeah. Why? მოკლედ ვიღაცა ჩასული იყო ხა იქ შავკანიანი ფაქტირო და ბრიტანელი არის ერთი ვინც ეკითხება რომ აი რატო უნდა გადაგიხადო შენ ბრიტანელმა რატო უნდა მოგცეს ბრიტანელმა სახლიო და ნუ ეს ცუდი ინგლისური დიზახის იმას რომ უნდა მომცენ კაცო უნდა მომცენ სახლი იმიტომ რომ მჭირდებაო კაი კაცო აგერ თავად ეს ადამიანი არის ბრიტანელი და შესაბამისად გული შედგება ბრიტანეთზე რომ ეგეთი რაღაცები ხდებოდა აქ არის ეგეთი რაღაცა ხა მოტანილი რაც მოიძან ამ კაცმა grooming gangs და grooming ზოგადად აქვს ამას ორი მნიშვნელობა ამ სიტყვას რა შეიძლება იყოს დადებითი შეიძლება იყოს კიდე უარყოფითი და grooming ნიშნავს ანუ სექსუალური ძალადობისთვის ბავშვის ესე ვთქვათ მომზადება მაგრამ იმას კი არ ამბობენ რომ რეიპისტები არ გამაოპოტიურებელი გენგი არის ეს და არა grooming გენგი არის ნუ რა თქმა უნდა ხა ახლოს არის მაგრამ სად ეხა grooming-ი და სად ეხა ძლიერი სიტყვა რო იქნება rape გენგი ან ეგეთი რაღაცა მსგავსი ანუ ეს სოციალური ქსელები როგორღაც ცდილობენ რომ ეგეთი ცუდი რაღაცეები როგორმე თითქოს აი გაანეიტრალონ და მე რა კაცო ესე რომ ჩვენი ქვეყანა არის ცისარტყელა და მზე და ყველაფერი ლამაზი ანუ არ რეალობას ვერ ხედავენ და არ ხედავენ იმიტომ რომ ეშინიათ რომ ვიღაცები მე მაგას დაუძახებენ რასისტებს და ნუ ეგ არის ძალიან დიდი პრობლემა და ამათ გამო ხდება მე ძალიან ბევრი ცუდი რაღაცეები და კიდე რაც მაინტერესებს აი გოგოებზე ხო ვილაპარაკებენ წინაზე და თქვი ეგეთი რაღაცა რომ არ მესმის გოგოები რატო გამოდიხართ და ამართლებთ ყველაფერს რაც თქვენზე მოქმედებს ძალიან ცუდად თქო აი წარმოვიდგინე ხა როდესაც გოგოებთან შედის ვიღაცა კაცი სპორტში თუნდაც მაგას ამართლებენ და ეძახიან რომ მე რაო როდესაც ვიღაცა კაცი შედის გოგოების საპერფარაშოში მაგასაც ამართლებენ მიუხედავად იმისა რომ მაგათ ავნებთ ეს და ეძახიან მე რაო როდესაც ვიღაცა უცხოელი ჩამოვა შენთან ეს პაკისტანელი თუნდაც ან არაბი ან თუნდაც ვიღაცა ჩავკანიანი ან ინდუელი და გააკეთებს რაღაცა ძალიან ცუდს და გააპოტიურებს ვიღაცა შენს მეზობელ ვიღაცა გოგოს ხო და იმის მაგიროდ რომ შენ აღიარო ის რომ აქ ჩამოდიან პაკისტანელები და ვიღაცა ეგეთი უცხოელები და აუპატიურებენ ჩვენს მეზობელ ქალებს არა ამის მაგრად იძახი რომ არა ეგენი არ ყოფილა პაკისტანელები მე არ მინდა რომ რასისტი გამოჩნდე რა შვაშია რასიზმი როცა ფაქტის სახეზე არის და შენი მეზობელი გააპატიურა ვიღაცა პაკისტანელმა და ეგ გეშინია რომ ეგ თქვა იმიტომ რომ ვიღაცა დაგიწყებს რასისტს კაი რა ანუ გოგოებს რა პრობლემა გაქვთ ამ არ ვიცი რატო შვებით ესე რატო აკეთებთ ამას რომ აი არ გინდათ რომ ვიღაცამ რაღაცა ოდნავ ცუდი მაინც დაგიძახოს და შესაბამისად მე რეალობა რაც არის მაგაზე თვალს ხუჭავს და ნუ ის რეალობა კიდე გრძელდება იმიტომ რომ თქვენ თვალი დაყუჭეთ შეიძლება თქვენს იმის თქმას რომ ეს პაკისტანელი იყო შეეცვალა საერთოდ მთელი ქვეყნის კანონები და პაკისტანელები გაეყარათ ქვეყნიდან შესაბამისად არანაირი გაუპატიურება არ იქნებოდა მაგრამ აი თქვენ არ იღებთ ხმას და შესაბამისად გრძელდება ეგ გაუპატიურებები ანუ რატო შევით ამას და ამ ვიდეოშიც არის ეგეთი რაღაცები გამოკვეთილი თუ არ ვცდები და ვნახავთ მაგასაც In more than 50 towns and cities across England, gangs of Muslim men targeted their victims because they were white Christian English girls. ნუ ესე იგი მუსლიმებმა კონკრეტულად ამორჩიესო ქრისტიანი გოგოები, ვინც იყვნენ თეთრკანიანები ასევე და ბრიტანელებიცო. და ნუ ამაზე კიდე სხვადასხვა ერთი ვიდეო ვნახე და იქ ლაპარაკობდნენ იმას რომ არავის არ აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ მუსლიმებმა ძიარსებონო, არავის არ აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ შავკანიანებიც იყვნენ, ან თუნდაც არაბები ან პაკისტანელები, მაგრამ ნუ რევთ მაგ ადამიანებს ჩვენთან. ანუ ევროპაში მაგათ არ ესაქმათ არაფერი, სადაც აქვთ მიწა, უნდა იყვნენ იქ. ანუ აფრიკელები აფრიკაში, არაბები საარაბეთში, ან რაც ქვია მაგ ადგილს, ინდუელები ინდუეთში და ასე შემდეგ. არ არის საჭირო რომ ეს ადამიანები ჩამოიყვანონ და გაავრცელონ ყველგან. არ აკეთებენ არაფერს. ამის გარდა კიდე იყო აქ კომენტარები რამდენიმე ბრიტანელების მიერ გაკეთებული და არავის არ ჭირდება მაგათი პრიმიტიული აზროვნება და პრიმიტიული ხალხი ჩვენთანო. ანუ არ უნდათ არავის ეს პრიმიტიული ხალხი და გულისხმობენ ამაში, რა თქმა უნდა, იმ ადამიანებს, ვინც ჩამოდის ამ ქვეყანაში მასობრივი იმიგრაციის მიხედვით. და ეხლა რაც აკეთებენ კიდე და როგორ ჩამოდიან აქ და როგორ ატყუებენ კიდე ბრიტანეთის მთავრობას და ბრიტანეთის მთავრობა კიდე ამას უჯერებს მერე. აკეთებენ ესეთ რაღაცას, რომ კაცები ჩაჯდებიან გემში, რომელიც უნდა იყოს წესით ბავშვებისთვის და კიდე ხალებისთვის, მაგრამ ეს კაცები მაგას, ნუ, ფეხებზე იკიდებენ რა, ეს არაბი კაცები და კიდე ვიღაცა ინდუელები. მერე მოდიან ბრიტანეთში და ჩადიან ბრიტანეთის საზღვარს, ანუ წდებიან ჩვეულებრივად. როცა ჩავლიან უკვე მაგ საზღვარზე, მერე ბრიტანეთი მაგათ აფინანსებს, იმიტომ რომ რავი, ჩასულები არიან ალბათ და მაგიტო ან აზრზე არა რატო აფინანსებენ, მაგრამ აფინანსებენ. და ბრიტანელი ხალხის ფულით თან. ხო და ერთი ვიდეო ვნახე, სადაც ინტერვიუ გამოართვეს ერთ-ერთ შავკანიანს და მაგ შავკანიანმა თქვა ეგეთი რაღაცა, რომ მე ვაკო მაფინანსებენო ბრიტანელებიო და ძალიან კარგად ვცხოვრობო და მე იმ ჟურნალისტმა კითხა, რომ აი, რატო ჩამოვხვედიო აქო? აქო მე იმიტომ ჩამოვედიო,
მოგიო რომ ჩემ ქვეყანაშიო მეო მომკლავდენო იქიდან გამომდინარე რომ ბაისექსუალი ვარო რა ანუ ორივე ჯენდერი მომწონსო და რო გაიგონო ეგო აფრიკაშიო მომკლავენო და მაგიტო ჩამოვედი მე აქო ჩემი ორი შვილიო თან ორი შვილი მივატოვეო აფრიკაშიო ცოლებს მივატოვეო მაგრამ ბრიტანეთში კარგად ცხოვრობო რა იმიტომ რომ აფინანსებენო და ესეთი ხალხი ანუ ჩამოყავთ აქ და უშვებენ ბრიტანეთში რა თქმა უნდა და იგივე რაღაცა მოხდება საქართველოში სწორედ ნახავთ აგერ Gangs of Muslim men targeted their victims because they were white Christian English girls. They humiliated them for not being Muslim or not being Pakistani. We know this because the victims have told us that their victimizers informed them of this. Moreover, once the perceived sanctity of one of these young girls had been violated, she was viewed as a communal vessel for any man to use, so they were trafficked, pimped and raped by hundreds of men each. არის ამაზე უკვე სიტყვებით აღამყოფნის ესე იგი ისეთი გოგუები ვინც გაუპატიურებული იყვნენ მუსლიმების მიერო გაუპატიურეს მაგ მუსლიმებმა იმიტომ რომ ეგ გოგუები იყვნენ ქრისტიანები თეთრკანიანები და არ იყვნენ მუსლიმებიო და მაგის მერე მოხდებოდა ისე რომ ფაქტიურად ეგ გამაუპატიურებელი ადამიანები საკუთარ ქალაქში ან სადაც ცხოვრობენ სხვა მუსლიმები ეტყვიან სხვა მუსლიმებს რომ აგერ ეს უკვე გაუპატიურე შეგიძლიათ თქვენც გაუპატიუროთო და ნუ ისეთი რაღაცა ხდებოდა რომ აი ფაქტიურად ბავშვების პროსტიტუცია არისო რა მანდო და ესენი მოდიან და ასობით ადამიანი მაგ ბავშვებს აუპატიურებს იმიტომ რომ ნუ ერთმა გაუპატიურა უკვე და ხმა გაუგდო ეგეთიო და არ ვიცი რა რეალობაში ცხოვრობს ბიჭო ბრიტანეთი აი ამას რო უსმენ ვღიზიანდები პროსტა და ვღიზიანდები იმაზე რომ პოლიცია არაფერს არ აკეთებს იმიტომ რომ ეშინიათ რომ რასისტები გამოჩნდებიან და არ ვიცი აი ამას როგორ ისმენ თან ოჯახები კიდე ანუ ხო გაუპატიურებენ ვიღაცა ბავშვს და მამამისი თუ გამოვიდა და რაღაცა თქვა საჯაროდ იმასთან დაკავშირებით რომ პაკისტანელებმა ჩემი შვილი გაუპატიურეს თუ ქალიშვილიო მაგ პოლიცია დაადგება თავზე ანუ მაგ ადამიანს პოლიცია ადგება თავზე მამამის და ამბობენ ეგეთ რაღაცებს რომ შენ რასისტი ხარ ანუ რატო ლაპარაკობ მაგაზე ამის გარდა კიდე ვიღაცა ქალი იყო გამოსული და გამაუპატიურესო ამათმა აგერ რაღაც ადგილზეო და ამას ლაპარაკობდა რაღაცა ტელევიზიის შოუში და ხალხმა დაუწყეს რომ ბუ მე რა რო გაგაუპატიურეს შენ კი არ უნდა თქვა ის რომ აქ პაკისტანელები იყვნენ ეგენიო შენ რასისტი ხარ ეხა ანუ ფაქტის სახეზია ადამიანი ამბობს იმას რომ გამაუპატიურესო და ესენი იმაზე ღელავენ რომ ეს რასისტი არის. რასისტი იქნება, რა იქნება, ანუ რა ლოგიკით მოძრაობს ეს ხალხი არ მესმის, აი მართლა არ მესმის. იმაზე არიან თანახმარო საკუთარი შვილები ვიღაცამ გააუპატიუროს, ოღონდ თავარია რასისტები არ დაუძახონ. ესეთი რაღაცა დებილი ლოგიკა არ ვიცი, არ მსმენია არასოდეს მე. და ამიტომ გეუბნებით, ანუ ეს რას მოვაყოლე საერთოდ ანუ იმ გოგოზე ლაპარაკს, მაგრამ პროსტა მინდა რომ თავში ჩაგიდოთ ის რაღაცა ფაქტი. რომ გოგუები და პატარა ბავშვები თქვენზე მანიპულირებენ, მე ნენელა მოდიან აქეთ და საბოლოოდ მოხდება ის, რაც ხდება ახლა ბრიტანეთში. და ამას ხო ხედავთ ახლა თქვენს და ხო ფაქტი არის და ხო ამბობს აგრე თავად ბრიტანელი ადამიანი მაგას. ამის გარდა კიდე დავამატებ პარემ, ესე იგი ისეთი რაღაცა ხდება კიდე ბრიტანეთში, რომ თუ გოგო ადგება, ანუ თუ თინეიჯერ გოგოს ვიღაცა გააუპატიურებს, ეგეთი პაკისტანელი ან არაბიან ვიღაცა მსგავსი ადამიანი და მივა პოლიციაში და აიტყვის იმას, რომ აი მე ამ ადამიანმა გამაუპატიურა. პოლიცია ადგება და აკეთებს ეგეთ რაღაცას, რომ მაგ ბავშვს აბრალებს და ამბობს იმას, რომ შენო ბავშვი პროსტიტუტი ხარო და მაგითო გაგაუპატიურესო იმათმა, თორე ისე კი არ იზამთენო ისინი რამესო. აი მართლა ხდება ეგეთ რაღაცები. ამის ამბები, ახალი ამბებიც არის რაღაცა ნიუსებში ვნახე და YouTube-ზე კიდე ვინც არიან ესეთი ტიპები, ანუ თავად ბრიტანელები ვინც არიან, მაგათმაც გამოიტანეს კიდე ეგ და თუ ნახე გაჩვენებთ. არ ვიცი, აი გამოშტერებასო, აი ბრიტანეთი რო დაეცემა ესე ძალიან, მე უკვე არ უნდა გაგიკვირდეს შენ რომ საქართველოს დაეცემა ეგრე ძალიან. და ნუ კომენტარებში იყო ეგეთი რაღაცეები, რომ აი ქართველებიო ესეთი ტიპები ვართო, რომ მაგა თუ არ გავაჩერებთ რა აქ უშენო და ესო და ისო. კაი რა, ანუ ვინ შეუშლის ხელს? აი პროსტა ვინ შეუშლის ხელს? რომ ესენი ჩამოვიდნენ აქეთ, თუ ამ თავრობამ არაფერი არ ქნა და პირიქით ხელი შეუწყო მას რომ აგერ ჩამოიყვანა, აგერ ქალაქები აუშენა, ეგერ ის აუშენა, კანონები კიდე მაგათ მოარგო. ანუ რა გონიათ თქვენ, ვიღაცა ორი კაცი რო გამოვა აქციაზე, რაღაცა მოხდება და რამე შეიცვლება? რა მნიშვნელობა აქვს მაგას? და კიდე ნუ ვიძახით ეს რაღაცა იდიოტური გამოხტომები ნუ გაქვს, რომ ქართველებიც არიან, ეგერ ქართველები კიდე გეუბნებით, ქართველები მაქსიმუმ რაც აკეთებენ არის მოპარვა. ესენიც რო ხა აქ მარტო იპარავდნენ რაღაცა 1-2 კაცი რაღაცას იპარავდეს, პრობლემა კი არ იქნება ამ ხელა და ამდენი ადამიანი კი არ ელაპარაკებს მაგაზე და იმას კი არ იტყვიან რომ აქედან გაყარეთო.
და კიდე პლუს იმას რო ვიძახით რომ ქართველებიც ესე ვიდეოები უნდა ჩაწერონ ქართველები რო წავიდეს ახლა ვიღაცის ქვეყანაში და ეგ ბავშვები აუპატიურონ არ უნდა ილაპარაკოს ვიღაცა ქართულმა მაგაზე და შენიშნა რომ უნდა მისის მაგ ქართველებსო თქვენ ცოტა შიქ უარა გაქვთ ან რას აკეთებთ ვიღაცა უცხო ქვეყანაში სახელს გიფუჭებთ ჩვენ ანუ რატო ვიძახით ესე და რატო ამართლებთ ყველაფერს არ მესმის One might think that this is a scandal worthy of a national inquisition, but because the social services, the police, and the local councillors are all complicit in these crimes, it has been very difficult to get anyone to even begin to address the issue. You referred, I think, to the grooming gangs in Rochdale and in Rotherham, and it's not just in the north. It's in Telford, in Norfolk. It's happened. We've got these organised gangs, mostly of Muslim origin. I think we need to. It's a fact. აი, ხო გეუბნებით, აი ეს და რეაქციები აქვს. თან გოგუებისგან რო აქვთ, ბიჭო, აი ყველაზე მეტად მაგაზე მეშლება ნერვები, რომ თქვენ ხართ მსხვერპლი, თქვენზე არიას ეს მოძალადეები სპეციალურად რა, ანუ თქვენზე ძალადობენ და თქვენ რო კიდე ამას ამართლებთ და ადამიანები ვინც ფაქტს ამბობს, მაგაზე სიზახით, თქვენში რა ლოგიკა, რაზე ფიქრობთ საერთოდ თქვენ? შეიძლება მეორე დღეს თქვენც იყოთ მაგ გაუპატიურების მსხვერპლი და იმის მაგივრად რომ ფაქტს მოусმინოთ, იზახით რომ რასისტი, არ ვიცი. და კიდე იმას იზახიან რომ აზიელები არიან ეგენიო რა. ხო, აი ჩინელები არიან, ეხლა რო აუპატიურებენ ეგერ ვიღაცებს, ან თუნდაც ვიეტნამელები და კიდე ტაილანდელები. ვაი თქვენ საწოდავებო, ვინც ეგრე ფიქრობთ რა, აი მართლა. Also a fact that Let me finish. Thank you very much. ეს როგორ შეიძლება ესო? მეორე დღეს შეიძლება ხუთი მუსლიმი დაგადგეს თავზე, ან ვიღაც ეგეთი პაკისტანელი და გაგაუპატიურონ შენ. და მერეც კიდე იმას იტყვი, რომ არა, ეგენი ჩინელები იყვნენ ეგენი, ჩინელები. ვაი თქვენ საწოდავებო. აი როგორ ამართლებთ ამას? ავიცი, ქალების პატივისცემაო და ქალებისო ისო გვერდში დგომაო ერთმანეთშიო და სოლიდარობაო და ეხა კიდე ვიღაცა გაუპატიურებული ქალს ფეხებზე იკიდებენ და ამართლებენ ვიღაცა მოძალადე კაცებს. Pakistani Muslims raping working class white underage girls. Do you not think there's an issue there? I think there is an appalling issue with grooming when it hits any community and any age. We only ever hear you talk about Pakistani perpetrators. Are you telling me there's no issue? I'm telling you that you are focusing on Pakistani grooming gangs because probably you're racist. ნუ თქვა იმ კაცმა რომ ჩამოდიან აქ პაკისტანელებიო და აუპატიურებენო ვიღაცა ბავშვებს, ანუ დაბალი ფენის წარმომადგენელ ბავშვებს, ანუ თეთრკანიან ქრისტიანებსო და ვერ ხედავ შენ ამაში რომ პრობლემა არისო რაღაცაო და ეს ქალი ეუბნება რომ კიო კაცო პრობლემა კი არისო გაუპატიურებაო, მაგრამო შენო პაკისტანელებსო უყურებო მარტო იმიტომ რომ რასისტი ხარო. ანუ თუ ფაქტი სახეზე არის რომ პაკისტანელები მაგას აკეთებენ, მიუხედავად იმისა რომ რომელიღაცა პატარა ქალაქის 4% არიან ეგენი და წარმოვიდგინე ხა თუნდაც 100 კაციდან ქუთაისში რო იყოს 4 პაკისტანელი და 4 პაკისტანელი აუპატიურებდეს რა ვიცი 60 გოგოს და მერე ვიღაცა გამოვიდეს კაცი და საბოლოოდ ყელში ამოვიდეს ეს გაუპატიურებები და თქვას რომ აი პაკისტანელები აუპატიურებენ ჩვენს ვიღაცა გოგუებს აგერ და მერე ვიღაცა კიდე ჟურნალისტი იძახის იმას რომ არა კაცო შენ პაკისტანელებზე როგორ ამბობ ეგეთ რაღაცას ძალიან ცოტა არიან ეგენი ისედაც და შენ უბრალოდ რასისტი ხარ და მაგიტო ფიქრობ იმას რომ 4 პაკისტანელს შეეძლო გაუპატიურებინა 100-დან 50 ადამიანი ან ამდენიც არის მოკლედ ახლა მათემატიკაზე ნუ შემისწოროთ მაგას ხო ხვდებით ახლა რამდენად ulogiko რაღაცას ამბობენ რომ აი არ ვიცი ყველა რასისტი არის მაშინ და ყოფილიყო ყველა რასისტები და всё აგვიწევია ხელი მეც შენც და ყველა I know it's probably an unpopular view but I completely agree that it is in some areas largely rape is committed by Muslims because I grew up in Bradford alright and in that kind of environment it is mainly Asian men not because it's something about their culture but because they're not getting caught like I've had friends who've been raped and the police have told them that because it's an Asian man that's done it probably not going to catch them the police are too scared of being called racist to do anything. I don't know what planet these police are living on. If are they actually saying to people, you know, I'm just going to put the phone down now because it's an Asian person. კიდე აღნიშნა ადამიანო ფაქტი რომ ჩემი მეგობარი გოგუები გაუპატიურებული იყვნენ ვიღაც არაბების მიერ, მუსლიმების მიერ განსაკუთრებით და ანუ პოლიციასაც უთხრენ, პოლიციამ თქვა ეგეთი რაღაცა რომ რაღაცა ესენი არიან აზიელები და არაბები ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზამთო. და ესენი დაცინიან, ანუ ტიპები ფაქტის გამო დაცინიან და იზახიან რომ რომელ ქვეყანაში ვცხოვრობთ ნეტა ჩვენ რომ პოლიცია არაფერს არ აკეთებს მაგაზე. ფაქტის სახეზე არის, ანუ ადამიანი რატომ მოიტყუებოდა იმაზე რომ ჩემი მეგობარი რაღაცა გაუპატიურაო და შეშინებული არის გოგო ეხლა ეგრე ფაქტი არის და მაგიტო არის რომ გოგოები ხმას არიღებენ რომ ეშინიათ რომ ესეთი ვიღაცა იდიოტები და ქალაჩუნა ვიღაცა ხალხი
რაღაცა ცუც ეტყვის და ნუ შეაშინებს. Admitted in the report, fear of appearing racist, raising community tensions or causing community cohesion problems. ნუ აგერ კიდე ის არის დაწერილი, რომ ესე იგი იმის შიში რომ ვიღაცებს რასისტ დაუძახებენ და კიდე საზოგადოებაში იქნება ცუდა პრობლემები, ნუ თავს არიდებენ იმას, რომ აღნიშნონ ეს ადამიანები როგორც პაკისტანელები ან თუნდაც ინდუელები და ნუ აღნიშნონ ისე როგორც აზიელები. ანუ შეფარვით რა ესე რო თქვა და ხო ეხა როგორც უკვე ვიეტნამელები აგერ ვიღაც დაუპატიურებენ, რა თქმა უნდა. აგერ კიდე ეს ვიღაცა ხალი ლაპარაკობს, ვისაც აი ფული რო გადაუხადო ალბათ პაკისტანელს, ამას არ შეეხება მაინც და არც გაუპატიურებს და ამბობს იმას, რომ შენ რასისტი ხარ კიდე, რასისტი ხარ შენ. ადამიანო, შენ არ გეხება არავინ, ვიღაცა ბავშვებს ეხებიან და პრობლემა ეხება ბავშვებს და არა შენ. და როგორ ამართლებთ ამას არ ვიცი აი. But do you accept that it isn't just Pakistani men? In the grooming gangs, it basically is. No, it isn't. It isn't. Then you, John, haven't been watching the news closely enough. I have been watching the news. The grooming gangs. They're not all Pakistani. ნუ მე იმას ამბობს ხა დაუპაუზე ცოტა ცუდ დროს, მაგრამ ამბობს იმას, რომ ბრიტანელებიც არიანო ეგენი და არა პაკისტანელები არიანო. კაი რა, აი სადამდე უნდა ამართლოთ, აი არ ვიცი. Jack, your daughter was being abused by gangs and the police were doing nothing, but they did come for you. What happened when you tried to save her from an abuse den? I was arrested outside. Put in police car, taken away. And they arrested some of the young girls themselves, the victims, accusing them of being child prostitutes. A mother was told she was racist for complaining about it and should be happy her daughter was being taught a different culture. The BBC also called them child prostitutes. ესე იგი ბრიტანეთი არის ბოდიში და ტრაქში რა. სხვანაირად აი პროსტა არ შეიძლება ამაზე რო ილაპარაკო, ესე იგი მამა დაიჭირეს სახლის გარეთა კიდე ჩასვეს პოლიციის მანქანაში მხოლოდ იმიტომ რომ ილაპარაკე ამაზე რომ ჩემი ქალიშვილი გააპატიურესო და დედა კიდე ეგეთ რაღაცას იძახის რომ შენ ხა მადლობელი უნდა იყო შვილო იმიტომ რომ ვიღაცამ გაგააპატიურავ რადგან კულტურული მრავალფეროვნება შეიგრძენიო შენ მაგითიო და კარგი ქენიერო რომ ანუ ქალმა კიდე ფაქტურად დედამ არაფერი არ ელაპარაკო სოციალურ ქსელში იმიტომ რომ რასისტი ვიქნებიო და არ მინდაო რა და შვილს ეგეთი რაღაცა უთხრა რომ შენ კულტურული მრავალფეროვნება შეიგრძენი შვილო მადლობელი უნდა იყო შენ მაგითი თქვენ ავადმყოფები ხო რაღაც რა კულტურული მრავალფეროვნება ბავშვი გაგიუპატიურეს ეგრე და ხმას ვერ იღებ მაგაზე და შენ გონია რომ ეგ კარგი საქციელი არის და კარგი ქვეყანა არის და კიდე ვინც გააპატიურესო იმ გოგოებს იჭერენო იმიტომ რომ ვითომ ბავშვი პროსტიტუტები არიანო და ბოლოს კიდე TikTok-ზე ნახე ერთ-ერთი ვიდეო სადაც კიდე ერთი პაკისტანელი ვიღაცა არის ვინც 14 წლის გოგოს დაძდევს და ნუ იძახის ეგეთ რაღაცასო მე აქ ახალი ვარო ამ ქვეყანაშიო და წესებიო არ ვიციო მე მუსლიმურ წესებს მიყვებიო Actually wait a minute maybe I don't know the law here You don't know the law here well don't you think you should find out the law here მოკლედ მე აქ ახალი ვარ და წესებიო არ ვიციო და არც კანონები არ ვიციო და ისინი ეკითხებიან რომ მე შენ რაღაც ახალი ხარ აქ არ უნდა გაიგო კანონები რა არისო და არაო ანუ ესენი მიყვებიან ხო შარია ლოს აგერ როგორ წერია და ამბობს კიდე იმას რომ ჩემს ქვეყანაშიო და ჩემს რელიგიაშიო არისო ანუ პრობლემა არ არისო რომ მეო ვიღაცა თინეიჯერ გოგოს გავყვევო და თინეიჯერ გოგოზე ეგეთ რაღაცა გავაკეთო და ნუ მოისმინეთ ახლა ცოტა დიდი ვიდეო არის მაგრამ მე ვეცდები რომ გადავთარგმნო ვინც ვერ იგებს You're new here where are you from Pakistan What's the law in your country Actually I'm not well educated about it Okay so you don't even know in your own country Yes sir That's a poor show isn't it So Okay no not now you know you're getting arrested tonight Okay, what else have you done with this child? Sorry? What else have you done with this child? It's not just chat, is it? You've said that you want to marry this child. No. Yes, you did. It was in the chat. We've read the logs. You said that you want to be with her. You said that you want to have sex with her. You said you want to kiss her. You want to cuddle her. You said you want to have sex with her. You have also said that, or you've also taught her how to masturbate, haven't you? You told her what to do. A child. I'm just new here. It doesn't happen like you're new here. I'm new here. I'm new here to Portsmouth anyway. I don't know what is the law here. I still know what the law. ვინც იღებს ახლა ამას ეუბნება ამ კაცს რომ შენო ტექსტების მიხედვითო მაგ 14 წელს ვიღაცა გოგოს ასწავლიდი როგორ უნდა იმასტურბიროსო და პლუს კიდე შენო გინდაო რომ ეგო ყოფილიყო შენი ცოლიო და პლუს კიდე იმას ცდილობდიო რომ მაგასთანო ინტიმური კონტაქტი ქონოდაო და ეს კიდე იმასთან იღიმის ანუ ტიპი იღიმის და ეგ იმას ნიშნავს რომ იღიმის რომ ესე იგი ერთხელ კი არ გაუკეთებია ეს ბევრჯერ გააკეთა უკვე და ბევრჯერ გაუვიდა იმიტომ რომ არაფერს არ აკეთებს ბრიტანელი პოლიცია მასთან დაკავშირებით იმიტომ რომ ეშინიათ იმისი რომ
რასისტები გამოჩნდებიან. Laws are it. It doesn't matter about the laws. It's a child. Can you marry a 14-year-old where you're from? Yes, you can. You can marry a 14-year-old where you're from. Pakistan. Where? Pakistan. And you can marry 14-year-old. ეხლა ეკითხებიან რომ შენ საიდანაც ხარ, ანუ პაკისტანიდანო, შეგიძლია რომ 14 წლის გოგოს გაყვეო რა ქმრადო და კიო. და ის ეუბნება, ანუ კანონსო რა მნიშვნელობა აქვს გოგო რომელიც იყო ბავშვს ელაპარაკობო, შენ უნდა ბავშვს როგორ ასწავლიო მასტურბაციას ეგრეო. We can. In our religion, we can. Is that with parental consent though? With the parent agreeing? Yeah. Yeah. Is the parent agreeing to you talking to this child like that? I don't know. მოკლედ, ჩემს რელიგიაშიო თუ მშობელიო დაეთანხმებაო, ესე იგი იმას, რომ 14 წლის გოგო მე გამოყვეს სწავლადო, მაშინ შეიძლებაო და ამ შემთხვევაში მშობელიო დაეთანხმებაო იმასო და არ ვიციო მეო. აი ხო ხედავთ რა და ესეთი რეალობა თუ გინდათ თქვენ და იმის გეშინიათ რომ ვიღაცა რასისტ დაგიძახებს და შესაბამისად ამას პროსტა ატარებთ რა მერე რა კაცო ეგ გოგოს ვიღაცა ხინკალი ვერ მიიტანა ვიღაცა გოგომ და შესაბამისად ტირილი დავუწყოთ ხა მთელმა ერმა ბოდიში მოუხადოთ ჩვენ იმას კაით რა. Did you ask her permission? The child actually said that her mum would be angry and you said best not tell her then. მოკლედ ეს კაცი ან დაიჭრეს ან არა მაგაზე პასუხს ვერ ამბობ გაგვცემს რა თქმა უნდა დიდი ვარაუდით არც დაუჭერიეთ ან შეიძლება ერთი კვირა დაიჭრეს და მე გამოვუშვეს იმიტომ რომ ნუ ეხლა თან იმით ამართლებენ რომ ახალი არის ქვეყანაში წესები არ იცის კანონები არ იცის ის თავის რელიგიას მიყვებოდა იქო არ ვიცი რა კიდე გეუბნებით არავის არ უნდა ეს პრიმიტიული ხალხია აქ არავის არ უნდა რომ ქრისტიანობა და მუსლიმური ის რელიგიები ერთმანეთში შერეული იყოს არასდროს არ შერეულა კარგად არასდროს არ ყოფილა ისე რომ ერთი მეორესთან კარგად იყო განწყობილი ან ერთი ხოცავდა ან მეორე ხოცავდა ან მესამე ხოცავდა კიდე ვიღაცა ხო და არ არის კარგი და ნუ ჩამოყავთ ეს ვიღაცა ხალხი აი უცხო ქვეყნებიდან დაეტიეთ თქვენს ქვეყანაში ქართულები საქართველოსთვის, ინდუელები ინდუელებისთვის, არაბები არაბებისთვის და კიდე აფრიკელები აფრიკისთვის. ჩადიან სხვა ქვეყანაში და აფუჭებენ იქ ყველაფერს და აი რატომ მოვყავთ? ვის რაში ჭირდება ესენი? არ ვიცი. ნუ რას იზამე ხა ეს მინდოდა უბრალოდ მელაპარაკა და მინდოდა რომ გამორჩესო და უფრო თემა და მხოლოდ არ მელაპარაკა იმაზე რომ აი ვიღაცა ერთი გოგო არის ვინც ვერ მოიტანა ხინკალი წესიერად და ნუ ამაზე მე კიდე ვიღაცები ხუმრობენ და იზახიან რომ მე რა ხინკალი მასეც კი იჭმება ძმა უბრალოდ მინდა რომ აგიხსნათ ის რომ უფრო დიდი პრობლემაც არის ეგ ვიდრე მხოლოდ ხინკალი და უფრო დიდი რაღაცა შეიძლება ანუ ბევრი რაღაცა შეიძლება რომ მოხდეს იმითი თუ ამის გამართლებას დაიწყებთ და ეხა კიდე გეუბნებით მე საკუთარ ქვეყანაში აფრიკაში აფრიკელების მომწონს რამდენიმე ანუ კარგი იუთუბერები არიან თუნდაც არიან კიდე ინდუელები some ordinary gamers თუნდაც ერთ-ერთი ინდუელი არის ვინც ფაქტობრივად დაბადებული არის კანადაში და კარგი ვიდეოები აქვს აკეთებული რა თქმა უნდა ანუ ეს ინდივიდუალურად შემიძლია რომ გამოვარჩიო ხალხი მაგრამ საქმე ისაა რომ მილიარდი არის რა ადამიანი ამ ტიპები არიან მილიარდი და ესე 1-2 რო კარგი არის ანუ ასე ვერიაზრუნებ რა ესე წარმოიდგინე ხა 100% ადამიანებიდან როცა 98 ცუდი არის შესაბამისად იმ 2%-საც ისე აღიქვამ როგორც დანარჩენ 98-ს ანუ შანსები რატომ უნდა აიღო რომ ეხა 2% კაი არის და მოდი ეხა გავრისხოთ ჩვენ და ეს 98 მივიღოთ და იქნება კაი იყოს რომელიმე ესე არ ხდება როცა თითქმის 100% არის ცუდი ყველა არის ცუდი და ვსო მარტივი არის ეს ლოგიკა ჩემი აზრით მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო იმედია ვიდეო მოგეწონათ და ალექეთ ვიდეო გამოიწერთ არხი ჩვენთან შეხვდებით შემდეგ ვიდეოში ეხლა კიდე წავედი იმიტომ რომ მეჩქარება ძალიან